იქ იყო უკვე როდესაც სასულიერო პირი გაუპატიურეს ყიზილბაში. 1659-1660 წელია სხვადასხვა წყაროებში. ეს ხდება ბახტრიონის აჯანყება მოყვა აი ამას. უკვე ძალიან გადავიდნენ თავზე ეს ყიზილბაშები. და ეს მაგარი ომი არის რა, ეს არის სადაც გავიმარჯვეთ რა და რამდენი მაშკაცი დაბადა ამ ბრძოლამ რა, ზეზვა გაფრინდაული, ნადირა ხოშარაული, ბიძინა ჩოლოყაშვილი და ასე შემდეგ რა. ეხლა უკვე რა ხდება? აი აქ არის ესეც ჩემს წიგნში არის აღწერილი, შეხედეთ. ეხლა უყურეთ, ბახტრიონის ციხეში არიან ეს ყიზილბაშები და ალაუერდის ტაძარი გადააკეთეს ციხით ამ ურჯულოებმა რა. და ქართველებმა რა გავაკეთეთ? ორივე ციხეს ერთდროულად დავარყეთ. ბახტრიონიდან გაიქცნენ ალაუერდში ეს ყიზილბაშები, რომ თავი შეეფარათ, რომ იქ ეგონათ, რომ სიმშვიდე იყო და იქ პირიქით ეგონათ. ისინი ბახტრიონზე გამოიქცნენ და შუა ველზე შეხვდნენ ერთმანეთს. აქედანაც ქართველები დაედევნენ, აქედანაც ქართველები დაედევნენ და ამოწყვიტეს, დედა ბუდიანად ამოწყვიტეს და დღესაც მაგ ადგილს გაწყვეტილას ეძახიან, რა. უფრო დეტალურად აი ამ წიგნში წერია ბახტრიონის აჯანყების შესახებ.